საბაზისო მომზადების ზაფხულის კურსი ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის ცერემონია საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. კურსში მონაწილეობა ნატოს 5 წევრი და პარტნიორი ქვეყნების 11 სამხედრო მოსამსახურემ და ქართველმა ჯარისკაცებმა მიიღეს. სწავლების წარმატებით გავლომად საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა გიგი კალანდაძემ და კურსის ხელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა მიულოცეს და სამხედროების შესაბამისი სიგელები გადასცეს. ამერიკელი, ნორვეგიელი, ესტონელი, სომეხი და ლატვიელი სამხედროები სამთო მომზადების სკოლაში პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის პარკლებში იმყოფებოდნენ. ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდა სამხედროების სამთო ტექნიკურ უნარჩვევებს ემუქრებოდ. ამ ბაზაზე მომზადებას გადიოდნენ როგორც ამერიკელები, ასევე წარმოადგენდნენ დანიის არმიის, სხვადასხვა ქვეყნების არმიების წარმოადგენდნენ და ინსტრუქტორი ყველა იყო ქართველი. ეს არის შედეგი იმ რეფორმების, რომელიც ხორციელდება და შედეგი იმ ჯარისმშენებლობის პროცესის, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ ქვეყნებში. ზაფხულის საბაზისო კურსი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ბევრი გამოცდილება მიიღეს. სწავლებამ ბევრი სასარგებლო ცოდნა შემძინა. ყველა უნარჩვევა, რაც ვისწავლეთ, პრაქტიკაში განვახორციელეთ. დიდი გამოწვევა იყო სხვადასხვა სირთულის სიმაღლეებიდან დაშვება. ეს ნამდვილად არასოდეს დამოუწყდება. ქართველი ინსტრუქტორები ძალიან მეგობრულები არიან. ძალისხმევას არიშურებდნენ, რომ ჩვენ სამთო ტექნიკურ უნარჩვევებს ზედმიწევნით კარგად დაუფლებოდით. მე ნამდვილად დიდი სიამოვნება და გამოცდილება მივიღე ამ კურსით. სწავლების ფარგლებში ყველაზე ძალიან მთიან რელიეფზე გადაადგილება გამიჭირდა, მაგრამ კლდეზე ცოცვა გამიადულდა და ბევრი ვიხალისე.